მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში, ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია დაჩი აბაშიძე. დაჩი აბაშიძე არის workshop Artland-ის დამფუძნებელი მეუღლესთან ერთად და მართალი გითხრათ, ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა ახალგაზრდები რაღაცა საქმეს იწყებენ, ახალ საქმეს იწყებენ, თან კარგ საქმეს როცა აკეთებენ და კიდე მეორე ძალიან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი აქვს დაჩის, დაჩი არის ჩემი ყოფილი მოსწავლე. მე ვარ ძალიან ბედნიერი, როდესაც ჩემი მოსწავლეები ისეთ საქმეებს აკეთებენ, რომ მე მინდება რომ აქ მოვიწვიო და მათთან ერთად ვისაუბრო იმაზე თუ რას აკეთებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა და ფაქტობრივად კი არა რეალურად ძალიან პატარა ქვეყანა და ნებისმიერი საქმე რაც შეიძლება რომ ზოგადად წაადგეს თუნდაც რომელიღაცა ერთ სოციალურ ჯგუფს ან რაღაცა ტიპის კატეგორიის ადამიანებს ნებისმიერი საქმე არის ძალიან ღირებული ჩემთვის და მით უმეტეს ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ რამეზე რომელიც ძალიან წაადგება მგონია რომ ყველა ადამიანს რა სიტყვით დაჩი მოსწავლესაც სტუდენტსაც მშობელსაც ანუ ნებისმიერი ადამიანი ვითარდება ყოველწუთიერად საერთოდ ცხოვრება ხო ეს არის რომ საკუთარ თავზე ფიქრი, საკუთარ თავზე ზრუნვა და თვითგანვითარება, ხო? ეს ის პროცესია, რომელიც არასდროს არ ჩერდება და ეს რასაც ახლა მინდა რომ გესაუბროთ დაჩის საგმირო საქმეებიდან. თა როგორ ის გამოგვივიდა? დაჩის ისა მე მახსოვს ხო ბავშვობაში მქონდა და ეხლა იქნება დაჩის საგმირო საქმეები ალტერნატივა ხო ეს არის ერთ-ერთი პირველი თან ეს საგმირო საქმე მეუღლესთან ერთად არის გადაწყვეტილი და გაკეთებული პირველ რიგში ხო ეს მეუღლესთან ერთად აი მან ხას უსმენ ყოველთვის რომ ეს უბრალოდ ეს საქმე გაკეთდა იმ სიყვარულის ნაწილით იმიტომ რომ აი კონკრეტულ მაგ წიგნში ძალიან დიდი ემოციები, სითბო, სიყვარული ჩავაქსოვეთ ორივემ ესე რომ ვთქვათ, რომ აი ჩვენს პატარა მეგობრებს ესე რომ ვთქვათ, მოზარდებს, მშობლებს, თუნდაც ფსიქოლოგებსაც, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან, მოზარდებთან, გაუმარტივდეთ და აი ზუსტად ეგ ენერგია იგრძნონ მაგ წიგნიდან, რაც ჩვენ ჩავდეთ ჩვენს ნამუშევარში ესე რომ ვთქვათ. ხო, ну, საგმირო საქმეებზე ეს კომპლიმენტი. ხო, მოზარდების თემატიკა, ну, ჩვენს ქვეყანაში, აი პირდაპირ ესე ვთქვათ, გადავიდა. არავის არ აინტერესებს. ხო, ანუ თითქოს აინტერესებს, მაგრამ ეს არის ფსევდოინტერესები. ანუ რეალურად ბავშვს რა ჭირდება, მოსწავლეს არავინ არ უსმენს. მას არავინ არ უსმენს და ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს რომ აი დღესაც ჩვენ გქონდა შეხვედრა დაჩი სანამ ამ გადაცემას ჩავწერდით დაჩი შეხვდა ჩემს მოსწავლეებს და როგორი ცოცხალი ინტერესი იგრძნობა როცა ხედავენ რომ მათი აზრები ვიღაცას აინტერესებს ხო? აი ძალიან შემოვიდნენ დისკუსიაში ჯერთან ჩემთვის პირველი იყო ბავშვებთან ეს პრეზენტაცია თან ბავშვები ისეთია რომ აი ძალიან ფაქიზად უნდა მიუდგეთ ან რაღაცა გამოცდილება მაინც უნდა ქონდეს რომ რაღაცა აი არასწორად არ ჩაუდო ესე რომ ვთქვა ტვინში, მაგრამ საბოლოოდ ეს შეხვედრა და პრეზენტაცია ისე დამთავრდა რომ მე მგონი ორივე მხარე ძალიან კმაყოფილები ვიყავით და ისე ცოცხლად იყვნენ ჩართულები იმდენ შეკითხვას მისვდნენ ნახევარზე მე თვითონო ვერ ვცემდი პასუხს, მაგრამ ზუსტად რამოდენიმე წამი დასჭირდათ რომ საკუთარ შეკითხვებზე თვითონვე ეპოვათ პასუხები რა და აი მან გაუსვი ყველაზე მთავარი ხაზი ბავშვებისთვის რომ ზუსტად რაშიც დაიხმარება ეს წიგნი ეგ არის რომ საკუთარ შეკითხვებს ჩვენ თვითონვე უნდა გავუსვეთ სწორი პასუხები. ხო. აი ამიტომაც ქვია ამ წიგნს მოგზაურობა საკუთარ თავში.
ეს არის თვითშემეცნების, თვითგაცნობიერების მეგზური. თან რა მომეწონა, რომ გადავხედე, ხო? მე ყოველთვის შემომაგ ხოლმე საკუთარ თავზე მუშაობის ელემენტები, იმიტომ რომ სწავლა ის კი არ არის, რომ რაღაცა ასწავლო და აი რაღაცა თქვა სწავლების რეჟიმი მოაწყო, ხო? სწავლა არის ის, რომ ადამიანს ასწავლო ის თუ როგორ უნდა ისწავლოს, ხო? ამისათვის აუცილებელია საკუთარ თავში რეფლექსია, საკუთარ თავში ჩაღრმავება და საკუთარი თავის ცნობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვცდილობ საკვირაო სკოლაში ალბათ ამიტომაც დახვდა ასე კარგად მომზადებული აუდიტორია, რომ ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაცა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რაღაც გაახსენდათ კიდეც ბავშვებს გაახსენდებოდათ აქტივობები იმ მუშაობის პროცესშივე და რა მომეწონა იცით აქ, აი მე რასაც თქვათ გაფანტულად ვაკეთებ ხოლმე, აი ტოპიკების სახით გაკვეთილზე, ხო თქვათ იგივე ემოციების სახელწოდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს გაცნობიერებული აქვს საკუთარი ემოციები და თან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ემოციებს სახელებს არქმევს. ეს საკუთარი თავის შეცნობის რაღაცნაირად ესე ვთქვათ პირველი ეს არის ფაზა არის, როდესაც შეუძლია თქვას რას გრძნობს. და ყველაზე თავიდან რატო დავიწყე, იცი და რატო მომეწონა ეს წიგნი, რატო დავიწყე ზოგადად ფიქრი ამაზე. პირველი რაც იყო ჩემი გამოცდილებიდან აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. ხო. ეგ არის რომ საკუთარი თავის გაზრდა, საკუთარი თავის აღზრდა და საკუთარი თავის განვითარება რო თვითონ შეუძლიათ, ანუ ნახეთ როგორი რაუცნაურია, ხო? შენ ხო სუბიექტი ხარ, ხო? და იმავდროულად საკუთარ თავს აქცევ ობიექტად. ანუ სუბიექტიც ხარ და ობიექტიც ერთსა და იმავე დროს, ხო? ანუ ეს არის ამისი გაგება თან არ არის აუცილებელი რომ ყველაფრის ვერბალიზაცია მოხდეს, ხო? აი რაღაცერად ისე უნდა მიაწოდო, რომ ეს უნდა იქცეს მას ცხოვრების წესად, ხო? აი როცა ეს აღმოვაჩინე, რომ ბავშვებმა ესეც კი არ იცოდნენ, რომ საკუთარ თავზე უნდა ემუშავოთ, მაშინ დავფაცურდი რა და შევეცადე, რომ რაღაცა მაქსიმალურად ბევრი რამ მომეტანა მათ აზროვნებამდე და რაღაცა ტიპის აქტივობების სახით ჩამედო ის, რომ თვითონ თავის თავში ჩაღრმავება ესწავლათ. საჭირო, ანუ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღევანდელობა ბავშვებს უმეტესად ჩემი აზრით უკვე აღარჩებათ დრო საკუთარ თავთან კონდეთ ურთიერთობა, იმდენად არიან ეს. კი, განვითარებისთვის ეს წრეები, ცალკე ეს სკოლის ამბები ის და ნუ სახში მოდის ბავშვი, ესე ვთქვათ საღამოს 8-9-ზე და უკვე საკუთარ თავთან რომ აი დღეს რა გავაკეთე კარგი ჩემი თავისთვის, მაგისთვის საფიქრებით როცა აღარჩებათ, ან გადაღლილები არიან, ნუ შემდეგ და აი ან უბრალოდ გაურბიან ასეთ კითხვებს. ან ხო, ან უბრალოდ გაურბიან. პლუს ამას ცოტა ესეთი სენსიტიური თემაა და აი მაგ ყველაფერში რო დრო არ კონდეთ, უმეტესად ეხმარებიან საკუთარი მშობლებით. არ აქვთ ის ურთიერთობები შვილთან, ბავშვთან, რომ ხო, იცი რა არის, რამდენიმე მიზეზი აქვს მაგას. ზოგიერთ მშობელს უბრალოდ დრო არ აქვს, აი რომ ნახოთ, ხო, რამდენი ის აქვთ მშობლებს, რამდენი გამოწვევის წინაშე დგანან, რამდენი საფიქრალი აქვს და რაღაცა და შეიძლება გაეპაროს ეს მომენტი. მეორე ამბავი არის, რომ შეიძლება რომ მშობელს უბრალოდ შესაბამისი ის განათლებაც არ აქვს, რომ გააცნობიეროს, ვთქვათ, ნუ არიან იქ ტექნიკურად განათლებული იქ სხვადასხვა სფეროში, მაგრამ აი ეს ამ ტიპის განათლებას გულისხმობ რა, რომ გააცნობიერონ, რომ საჭირო არის ბავშვთან ემოციური ბმა და ემოციური განვითარება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარებაა, ხო? ან კიდე უბრალოდ ზედმეტად მიაჩნიათ ეს ამბავი. ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება ამას ქონდეს, ხო? მაგრამ ზუსტად ეგ არის workshop არტლენდის მთავარი, ასე რომ ვთქვათ, მე მგონი მიზანი, აი ყოველთვის გავახსენოთ მშობლებს, რომ ბავშვებთან არის საჭირო ურთიერთობა და პირველი პროდუქტი, აი კონკრეტულად ეგ წიგნი ესე რომ ვთქვათ, საწყისია, აქვე მინდა ესე რომ ვთქვათ, სპოილერად ჩავაქსოვო, რომ შემდეგი პროდუქტი არის მშობლებსა და ბავშვებს შორის შეკითხვებით, ესე რომ ვთქვათ, შექმნილი თამაში. ბარათების სახით, სადაც შეკითხვა წარმოადგენია, ნუ რაც დობა უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ
აი რომ მოუყვება საკუთარ მშობელს აი ესეთი რაღაცა გადავხდა თავს და არ უნდა ელოდებოდეს რაღაცა ან შენიშვნის მიცემას ან რაღაცა უნდა ელოდებოდეს რომ მშობელი გვერდში დაუდგება მშობელი ენდობა მშობელი აუხსნის რომ აი ეს უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ. ან შეიძლება სულაც არ უთხრას რეცეპტები. ძირითადად ბავშვები მშობლებს და თუნდაც მასწავლებლებს ახლა ჩვენც გვიყვებიან რაღაცებს, ხვდები რომ ყვებიან იმიტომ რომ უნდათ რომ ეძებენ ვიღაცას ვიც მათ ემოციებს გაიზიარებს. აი ემოციების გაზიარება. პასუხები აქვთ თვითონ ცემენ ამ პასუხებს. აი ფერი შეგან არ ჭირდებათ ძალიან კარგად ჩვენზე კარგად იციან. ჩემთვის არიან პატარა გენიოსები მაგათმა მართლა ყველაფერი იციან, მაგრამ ნუ ჭირდებათ. რა თქმა უნდა ჭირდებათ ახლა ვიღაცა მოსაუბრე დაასაფორთოს რა. კიდე რა არის ამ წიგში რაც მომეწონა? აქ არის კითხვები და შეიძლება რომ ჯერ თვითონ უნდა უპასუხონ ამ კითხვებს და შეიძლება რომ აი გთხოვდეს ის რომ თვითონ დასვან, საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვები, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კვლევებმა აჩვენა რომ ბავშვები 10 წლის ასაკში წყვეტენ კითხვების დასმას. და წარმოიდგინეთ ახლა კითხვების დასმას რო წყვეტენ ჩათვალე რომ განვითარებას წყვეტენ და ეს არის კიდე კარგი მესიჯი აქა რომ აი სულ კითხვებზე არის აგებული და ანუ ეს ის კითხვებია რომელიც ყველა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას ხო ანუ მეგობარია აი ზუსტად პრეზენტაციაზე თქვენ ბავშვებთან აი მაგ ვუხარი რომ მეთქი წარმოიდგინეთ ეს წიგნი დიდი ალბათობით გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი და თქვენი ფიქრების და სურვილების გრძნობების და ასე შემდეგ აი აზრის შემნახველი ესე რომ ვთქვა თქვენს ხო განვითარებაში რომ დაეხმარება ხო და იმ აზრს ვამბობდი და რაღაც შევწყვიტე და ეხლა გავაგრძელებ რომ ესე იგი მე რასაც აი ასე ტოპიკებად ვაკეთებდი ფრაგმენტ ხო იგივე დაუსრულებელი წინადადებები იგივე აი ეს მომეწონა როდესაც რაღაცა ემოციას გრძნობ სხეულის რომელ ნაწილში გრძნობ ეს ძალიან კარგი ის არის აი პირდაპირ თვითრეფლექსიაზე მუშაობს აი იგივე სახლთან დამოკიდებულება იგივე საკუთარ სხეულთან დამოკიდებულება იგივე აი ეს ძალიან კარგი. ეს მე სხვანაირად გავაკეთე. ქილა სადაც პრობლემები უნდა ჩაყარო, ჩვენ ისა ტომარაში ჩავყარეთ და კარგად ფეხებით უნდა გაწინო. ეს იყო პანდორას ხუთს მივაყოლე დეკაქტივობა და ჩემი მეგობრის შვილიშვილი დადის აქა და ეს ყვებოდა ბავშვის სახლში და ეს მიყვება ეხლა ბაბუა. რომ სახლში რა მოყვა ბავშვმა. იქაო იყო ერთიო ქალიო, რომელსაც ოქონდაო რაღაცა იაშიკიო. ბავშვი ყვება, თავის ლექსიკა. ჩვენცო ავიღეთო და ჩვენი ამ ქალსო ამ იაშიკში ქონდაო უბედურებები ჩაკეტილიო და ჩვენი უბედურებებიო ჩავყარეთ ამ იაშიკშიო და გადავაგდეთო და ბაბუა მოვიდა და მეკითხებ გეხოცები მითხარი რა გააკეთებინე ამ იაშიკში ჩავყარეთ პანდორას მიუყარეთ მთელი უბედურებები უკან რაც გამოუშვა კაცობრიობისთვის და ხო ასეთნაირად თან მითოლოგიას მივაბით და ასე გავაკეთეთ და აქ ძალიან კარგად არის ქილა ხო დაკონსერვებული ხო რაღაცა ჩავარდება და იქიდან ვერ ამოვა ვერასოდეს ვერ ამოვა ხო ანუ ნახეთ აი ეს ემოციების სახელები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ვითარებები სადაც ამ ემოციებს გრძნობ ეს მე თვითონაც დამეხმარა იცით აი ძალიან ხშირად დავდივარ ფსიქოლოგებთან მე ვთვლი რომ წლის ბოლოს რომ ფსიქოლოგთან არ გადაამოწმო საკუთარ თვითონ ბავშვებთან რო სამუშაო აუცილებელი ის არის ოპერაცია რა გემართება წლის განმავლობაში რა იცი ხო და ფაქტობრივად რაც გამიკეთებია მე თვითონ და მეც რომ მომწონებია ყველაფერი აქ არის და კიდე უფრო იმაზე მეტი ვიდრე მე გამიკეთებია და მე ვიცი და ეხლა ჩაუჯდები ამ იმას კარგად და ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის სკოლას ნამდვილად დაეხმარება ეგ ჩამეპარება და იმას ვაბობდი ამ წიგნთან დაკავშირებით რა პირველი რაც არის მთავარი და აი რასაც ყოველთვის უხსენებ ბავშვებს არა საჭირო თუ გეუბნება საوارჯიშო რო ჩაწერ არა ჩახატე ასე შემდეგ იმიტომ რომ გამოხატე როგორც კიდე ვიზუალიზება როგორც გაგეხარდება ჯერ ხო ბავშვების ასე ვთქვათ წარმოდგენები ძალიან მიყვარს
აი მართლა ძალიან მიყვარს, აი როგორც წარმოუდგენიათ, ესე რომ ვთქვათ, ისე შეიძლება შეფუთონ, ესე რომ ვთქვათ, ნახაჩი კონკრეტული სიტუაცია, წეღან თუნდაც ისტორია, ესე რომ ვთქვათ, ისე შეფუთა ბავშვმა სასწაულია და ზუსტად აი ეს წიგნი იძლევა მაგის საშუალებას, უბრალოდ სწორად შეფუთოს, ლამაზად შეფუთოს და აი მისივე შეფუთოს დააკვირდეს და მიხვდეს. თან ისეთია, შეიძლება რომ რაღაცა გამოტოვო, თქვა განწყობა არ ქონდეს, დაუბრუნდე, მე ისე ახლიდან შეავსო, ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში და თუნდაც ერთ კვირაში. ესე იგი, სერიოზული სამუშაო არის, შეიძლება კვირებზე და თვეებზეც მან არის კიდე რამოდენიმე დავალება კვირის ჩანაწერები. კი, თვის მიზნები, თან ეს ტაიმ მენეჯერის ელემენტები ეს ძალიან მომეწონა, როცა დროში ალაგებ გეგმებს. ჩვენ ეს როგორ გავაკეთეთ? ეს როგორ გავაკეთეთ, იცით? აი ეს ახლა თქვენთან რაც ასე კარგად არის. გავაკეთეთ პატარა ჩარჩო, შიგნით გავაბით თოკები და პატარა შპილკებით ჩამოვკიდეთ დღის გეგმები. ჩვენ დღეს ეს ძალიან კარგად მიებმება ამ თვის გეგმებს, ეს ჩვენი დღის გეგმები. მოკლედ რომელ გვერდზეც არ უნდა გადაშალო, ყველგან რაღაცა ისეთი ნაცნობი და ისეთი სიურპრიზული რაღაცებია, თან ძალიან სწორად დალაგებული, ლოგიკურად დალაგებული. თან ისეთი რომ მე პირადად ამას ჩემთვისაც გავაკეთებ და ალბათ რა ვიცი ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება მე საკუთარი თავის სიმდიდრეების გაცნობიერებისთვის ხო რამდენი რაღაც არის ჩვენში დამალული და ამას ამოიტ იმის გათვალისწინებით ძალიან მიხარია პირველ რიგში რომ ესე აღფრთოვანებული შეხვდით ჩვენს ნამუშევარს და თან იმასაც ვიტყვი რომ აი ეს კონკრეტული არის მართლა საწყისი აი ესე რომ ვთქვათ აი აქედან იწყება უკვე ესე რომ ვთქვათ workshop არტ-ტრენდი როგორც აი ესეთი რესურსების ესე ვთქვათ გამოცემელი რა ბავშვებისთვის არ ვამთავრებთ ამითი კიდე ახალ სავარჯიშოებს ვეძებთ ნახულობთ ვაწყობთ იქნება არამოზარდების ბავშვების არამედ უკვე დასრულებისთვისაც რაც საჭიროა ჭირდებათ წეღა როგორც ვახსენებ ბარათები ძალიან ბევრი რესურსი იქნება, რაც მინდა მოდი ახლა ჩამოთვალოთ რა მე ზუსტად ეს მინდოდა რომ მეკითხა შენთვის რას აპირებთ. ესე იგი ეს არის მერი არის ბარათები მშობელსა და შვილს შორის. ხო, ასეთი წიგნიც არის ჯინოტი ჩემ მშობლებს ბერს ვაყიდინებ მშობელსა და შვილს შორის ძალიან ეხმარებათ, ხო. საჭირო. ხო, აუცილებელი არის ესა დიალოგი. მე რას გააკეთებ? შემდეგ უკვე გეგმაში გვაქვს რომ გამოუშვათ დასრულების და დიდების დღიური რაც იქნება. და ეს დიდებისთვის არ გამოდგება? რა თქმა უნდა. ეს დიდებისთვის გამოდგება, მაგრამ იქ უფრო ალბათ მეტად მე აი იმ სავარჯიშოებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ მობობ ვერაფერს, იმიტომ რომ მუშაობის პროცესში. ხო, მუშაობის პროცესშია და ბევრს ახლა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აი ამის დიზაინები, ამ წიგნის დიზაინები როგორც დიზაინი მომწონს ძალიან და ფაქტია. ხო, დიზაინი როგორც კი დავასრულე ავაწყო ესა, ნუ რა თქმა უნდა მუშაობაში უკვე გავიცანი ეს ყველაფერი და ამ სავარჯიშოებზე ძალიან ბევრ შეკითხვას მე თვითონ ვსვამდი. ვსვამდი ჩემ მეუღლეს, რომ მეთქი ეს როგორია, ეს როგორია. აი, იქაც რო გადავალ, იქ უკვე მეცოდინება დიდებისთვის რა სავარჯიშოები და როგორი იქნება, რომელსაც ერთ-ერთს ახლა ვაკეთებ ეს ჩემთვის. პირველი მყიდველი რა თქმა უნდა საკუთარი კომპანიის მე ვიყავ ეს ჩვენთან როგორც ვიდა სიფთა გავხდეთ. ხო, იმასაც ეგრე. ხო, ესე იგი, ეს მოგზაურობა საკუთარ თავში ბარათები მშობელსა და შვილს შორის დღიური მოზრდილებისთვის და კიდე შემდეგ დიდი ალბათობით კიდე ერთი ნაწილი გამოვა ბავშვებისთვის და ნუ უმეტესად თან ვცდილობთ რომ აი ბარათების თემატიკა, ის სათამაშო, სახალისო თემატიკებზე უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება. რა ეხლა ვნახოთ ბარათები როგორი გამოვა, როგორი აქტიურობა წამოვა მაგას შეჭვიც არ მეპარება, ნუ გადავხედავთ. ახლა ბავშვებს როგორ მოეწონება, ჩემთვის არის თავარი ეგ. ბავშვებს აგერ გვაქვს ისა ცდისპირები ყავს და ისეთ უკვე კავშირს დაგიბრუნებენ, იდეებსაც მოგაწოდებენ. ხო, და რაც თავარია, არავის არ ვინდა გონოს, რომ ეს უბრალოდ რაღაცა მოგვეწონა სავარჯიშო და ჩავდეთ წიგნში. არა, ეს სავარჯიშოები უკვე ასე ვთქვათ, გატესტილია ექსპერიმენტები. კი, ეს მეცნიერული მიდგომითაა ჩვენს პირობებშიც ჩავატარეთ, რასაც აი ვიტყვი რომ 6 წელი დამრიგებლად მუშაობდა ჩემი მეუღლე, ნუ ფსიქოლოგი და ამავდროულად დამრიგებელი იყო და ნუ თავისუფალი საათის დროს
აკეთებინებდა აი ამ დღეურიდან ამოღებულ სხვადასხვა დავალებებს და ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ რომ უკვე მე თავიდან რომ იზარებათ მაინც რო არ იციან რა უნდა გააკეთო რაღაცა და აი 1-2 გააკეთებოდ მე ეხვეწებ გეხვეწებ მასთან ის გავაკეთოთ მე ახალს რო თავასობ მე ის არ აქვს იმითი არიან აღთავანებული მე ისოდა და მე ნუ მოკლედ სასწაულები ხო ძალიან საინტერესოა და ძალიან მიხარია რომ დღეს ისეთი საკვაკ დაძაბულობა გვაქვს ქვეყანაში რომ აი ბავშვებისთვის არავის არ ცხელა და არავის არ ცალია და ბავშვების ემოციებისთვის მე ეს ამხელა აგრესია და ამხელა მიუღებლობა ერთმანეთის როცა საზოგადოებასია გახლეჩილი პირდაპირ აისახება ამ ბავშვებზე და ხო ძალიან მნიშვნელოვანია აი რაღაცნაირად სულ მაგაზე მეფიქრება რომ როგორ შეიძლება დავიცვათ ეს ბავშვები ამხელა რაღაც ხიდჭატეხილობისგან და კიდე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი ესე ვთქვათ პატარა აღმოჩენა ალბათ არ არის იმიტომ რომ პირველი არა ვარ ვინც ამაზე საუბრობს მაგრამ ალბათ ერთ-ერთი პიონერი ვარ სავარაუდოდ საქართველოში ვინც მუშაობს ამ მიმართულებით რომ დანერგოს ეს მეთოდოლოგია ეს არის ის რომ აი მთელი ჩვენი ექსპერიმენტული ეს სკოლა რასაც ვაკეთებთ ამ სკოლის აღმოჩენა არის ის რომ შემეცნების ორგანო არ არის ტვინი შემეცნების ორგანო არის ემოციები და სხვათა შორის ეს ჯერ კიდე ჩემს სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან მუშაობის დროს წამოვიდა ეს აზრი ოღონდ ეს რაღაცერად ინტუიციურად კეთდებოდა გრძნობდი რომ სწავლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ემოციური ფონი შემექმნა ჩემი აბიტურიენტებისთვის ალბათ ყველა ჩემი აბიტურიენტი დამეთანხმება ამაში ხო რომ მე ვარ აგერ აი ყველაზე მეტად რომ რატომაც მიყვარდა აი თქვენ სკოლაში რომ შემოვედი ახლა აი პირველი ექვთვი რა ის ზუსტად ის ენერგია დამხვდა რაც აი იმ პატარა ოთახში იყო როდესაც დავდიოდი ზუსტად ეგ ენერგია დამხვდა იმდენად პოზიტიური ენერგია ჯერ ხო თქვენ ხვდებოდით მე თვითონ ის გარემოც ისე იყო გაჟღენთილი ესე ვთქვათ კედლები ხო თქვენ ეგ თავარია პირველ რიგში ემოციები დაეხმარება ზუსტად რომ რაღაცა განვითარდეს აი საკუთარი თავი თუ არ მოწოს ადამიანს სწავლის პროცესში ის ვერაფერს ვერ მოახერხებს და ვერაფერს ვერ შეძლებს და ეს მე თვითონაც რაღაცერად ინტუიციურად გრძნობდი მე როდის ეს გავაცნობიერე რომ მივხვდი რომ ემოციაზე უნდა მემუშავა იმიტომ რომ პედაგოგიო შეიძლება გადაგავიწყდეს მაგრამ ის განწყობები რითაც მოდიოდ ის არასოდეს არ გავიწყდება ხო აი შეიძლება ჭეშმარიტების ცხრილები არ გახსოვდეს მაგრამ ჭეშმარიტების ცხრილებმა რა ჭეშმარიტებებამდე მიგიყვანა ის აუცილებლად ტვინში უკვე გზა არის გაკვალული და როცა ეს აღმოვაჩინე, მაშინ დავიწყე ზუსტად ამაზე მუშაობა, რომ ემოცია, ანუ მასწავლებელი უნდა ასხივებდეს იმ ფონს, რომ ემოციური ფონი უნდა შეიქმნას აუდიტორიაში. აი, ეგ არის ჩემთვის პირადად ეგ არის ესე ვთქვათ, პრობლემა. დღესდღეობით სკოლებში პრობლემაა. ეგ კონკრეტული, რომ აი მასწავლებლები აი პირადი გამოცდილები და რო ვთქვათ რა. კი, ძალიან ბევრი მასწავლებელი, ну, როგორც აბიტურიენტობის პერიოდში, სკოლის პერიოდში, ну, იმიტომ რომ რამოდენიმე სკოლა მაქვს, ასე ვთქვათ, გამონაცვლელი, აი, თიძე ჩამოსათვლელია, ასე ვთქვათ, მასწავლებლების რაოდენობა, რომ ვისთანაც მიყვარდა ურთიერთობა, იმიტომ რომ კონკრეტულად იცოდნენ მე როგორც ბავშვი, მე როგორც განსაკუთრებული, ვთქვათ, ინდივიდი, ესე რომ ვთქვათ, როგორ უნდა მომდგომოდა, როგორ უნდა დამლაპარაკებოდა, ის რომ მაგალითად რაღაცა, ვთქვათ, პრობლემური ბავშვი ვიყავი, როგორ უნდა რა პრობლემური შენ იყავი? პრობლემური იყავი? არ დაიჯეროთ, მე ვარ მოწმერო. აი წლების მერე რო გაგახსენდება და დაგამახსოვდება ისეთი ბავშვი იყო. აი რამოდენიმე იყო რომელმაც მიაგნო ესე რომ ვთქვათ გზას ჩემთან ურთიერთობის და აი ამან გამოიწვია ზუსტად ის რომ სხვა მასწავლებლებთან უკვე მე ვიყავი ესე ვთქვათ დამჯერი და მომღიმარი ბავშვი იმიტომ რომ აი მასწავლა როგორ უნდა მე როგორ უნდა მიმდგარიყავი მასწავლებელთან რა ხო ეგ პრობლემაა ანუ თუ არ შეუქმენით ბავშვს თუნდაც სკოლაში კლასში ის გარემო რომ უხაროდეს სკოლაში მოსვლა
ხაი, ეგეთი სწავლა. მეგობრებო, გირჩევთ, აი, რა ვიცი, აბსოლუტურად სრულად, ძალიან ბევრი წიგნი და ძალიან ბევრი რამე მოსულა ჩემს ხელში, მაგრამ იშვიათად გამოუწევია ასეთი აღრთოვანება რამეს, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად წიგნი, რომელსაც ექნება პრაქტიკული გამოყენება და თან რითია კარგი ცი მშობელსაც დაეხმარება. მშობელი დაიჭერს ამითი ბავშვის მოტივაციებს, მე რაღაცა შეიძლება რომ აი პირდაპირ გეტყვით რომ აი არ უნდა ჩაიხედოთ მისი ნებართვის გარეშე ამაში, მაგრამ თუ თქვენ შვილი ამ წიგნში ჩახედვის უფლებას მოგცემთ ჩათვალეთ რომ თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობა შედგა და თქვენ ხართ ძალიან კარგი მეგობრები, გარდა იმისა, რომ ხართ მშობლები. და იმდენად მომწონს, რომ მე ამას აუცილებლად გავაზიარებ ჩემს სოციალურ ქსელებში, ხო, როგორც შემეძლება. ჩვენი წიგნი დღიური, ესე შევარქეთ. წიგნი დღიური. კი, ასე არის. წიგნი მე რომ ვნახე ეს, სულ არ ვიცოდი რომ თქვენი იყო, იმ წუთაში მოგეხმიანეთ, ხო? კი, ეგრევე SMS მომივიდა და მეც აი სანამ ჩამოვიდოდი ბათუმში, მეთქი ეგრევე ვიწერო ლალი მასწავლებელს, მე მოვდივარ და ჩამოგიდონთ აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს არასდროს არ უშვებ ყურადღების მიღმა და მივესალმები ყველა იდეას, რაც ზოგადად ბავშვის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. იცით რა არის? აი ადამიანი იმ რაღაცის სწავლას, რა ვიცი, გამრავლების ტაბულასაც ისწავლის, მენდელეევის ტაბულასაც ისწავლის და მიზიდულობის განოსაც ისწავლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ სწავლის პროცესში საკუთარი თავის შეფასება და საკუთარი თავის მნიშვნელოვნობის განცდა. ხშირად ამას ვეძახი, რომ ბავშვი უნდა იყოს ალექსანდრე მაკედონელი თავის საქმეში, აი ესე უნდა დადიოდეს, რომ ყველა მისი დღე უნდა იყოს პატარ-პატარა გამარჯვებების. ზუსტად მაგაში დაეხმარება ჩვენი წიგნი, იმიტომ რომ აი არ მინდოდათ რომ გამოვჩენოდა, არ არის მხოლოდ თქვათ ერთი კონკრეტული ტექნიკა გამოყენებული, აქ არის CBT თერაპია გამოყენებული, art თერაპია, რაც უმეტეს შემთხვევაში ხატვა, ნაწილობრივ გეშტალტ თერაპია, ანუ აი ასე ვთქვათ, მე შევარქვე სიმბიოზის მაგვარი გაკეთებული, რომ ზუსტად აი ბავშვმა ისწავლოს თვითშეფასება, ემოციების მართვა, ურთიერთობები, და ნუ საბოლოოდ მაინც დაეხმაროს სწორი გზით სიარულში წარმატებული ცხოვრებისკენ. და რაც არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, არანაირი ინსტრუქცია ამ წიგნს არ ჭირდება. თვითონ წაიკითხავენ და როგორც გაიგებენ, ეს უკვე ინსტრუქცია. უკვე მათი ფსიქოლოგია, ზოგადად მათივე ინსტრუქცია, როგორ უნდა გააკეთო, რას გააკეთებენ. კი, აქეთ გასწავლიან კიდე რა უნდა გააკეთო. აუცილებლად მასწავლეს დღეს უკვე. მასწავლეს, რომ პრეზენტაციის მე ემოციებში ვარ, ბავშვთან ურთიერთობით, ისე მომეწონა, ხო. ხო, შეუდარებლები არიან მაგ თვალსაზრისით და თუ რამეს გააკეთებ, თან როგორი რაღაცა იცი, აი შეიძლება მე რაღაცა წლების მერე რომ შეხვდე ადამიანს და შეიძლება თქვას რომ იცი რა, ასეთი დღიური გავაკეთე და მაშინ აღმოვაჩინე რაღაცა და აი აღმოჩენის გამო ვარ მე დღეს აქ, სადაც ვარ, ხო? აი ეჭვიც არ მეპარება რომ ასეთი რამეები მოხდება. ჩვენს პოდკასტს აქვს ფინალური ფაზა. ეს არის საუბარი ყავაზე. ხო დაგავიწყდა კამერები. დაგავიწყდა, ხო? ხო, კამერების არსებობა აქ ყოლას ავიწყდება, იმიტომ რომ თავარი არის ყავა, თავარია საქმე, რასაც ვლაპარაკობ. აი რა არის შეთვის ყავა, მე ძალიან გავიხარდა, რომ სანამ პოდკასტს დავიწყებდით, მანამდე რამდენჯერმე დავლიეთ და შეყავა. ხო და ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. აი ეს არის ბათუმურის სული. ხო, ყავისმით იგრძნობა. ხო, თქო უნდა. ზღვისპირას რო გაივლი ახლა ბითუმენდეს ყავა, აი ეს რაც როგორ იმაში სილაში რო დუღდება. ხო. თურქულს ეძახიან, ხო, მაგრამ არ არის თურქული, არა, ბათუმურია, რატო ვეძახით თურქულს? არც თურქეთში ასეთი ყავა დაგილებია. არა, თურქეთში მარდო ჩაი. არ არის ასეთი ყავა, არსად ბათუმშია, მხოლოდ ეს არის ბათუმური ყავა. ჩალექილი ინფორმაცია, არასწორი ინფორმაცია. აი ბათუმი იმდენად მიყვარს, ბათუმთან ყველაფერი დაკავშირებული. აი ხო წასული ვარ ძალიან ისე მოქმედა ეს ნებისმიერ საქმეს ვეძებ რომ დავბრუნდე ბათუმში და ერთ-ერთი საქმე ეგერაა.
მე ამ წიგნის ლინკს დავდებ ჩვენი ის პოდკასტის ქვეშაც. ავიც ყველგან სადაც შემეძლება, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ძალიან მიხარია, რომ ჩემამდე მოვიდა ეს წიგნი. ძალიან დიდი მადლობა. დამშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩვენი ყავის თემა იყო მოგზაურობა საკუთარ თავში. ეს იყო არტლენდი, ხო, workshop არტლენდის მიერ გამოცემული. ძალიან საინტერესო დღიური საკუთარ თავთან ურთიერთობის თუ განიცდით მეგობრობის დეფიციტს, ეს დღიური გაგიწევთ. მადლობა მოწვევისთვის. დაგემშვიდობებით.